პირველ რიგში გიჩვენებთ სასო წარკვეთაში ჩავარდნილ რადიკალებს. დიდად არ გავამახვილებდი ყურადღებას, რომ არა ერთი მთავარი დეტალი. საკუთარი ხალხის და ქვეყნის ხმის ჩახშობის და დამალვის მცდელობის კლასიკური მაგალითი უნდა განვიხილო. მართალია ეს რადიკალთა მედიების ორგანული მდგომარეობა, მაგრამ თუ მილიონზე მეტი ქართველის რელიგიურ გრძნობებს პირდაპირ ეთერში ლახავ და შეურაცხყოფას აყენებ, ამას უნდა დაერქვა სახელი და ყველამ უნდა იცოდეს, ვინ ვის და რა მოტივით ემსახურება. როდესაც საჯარო მოხელეების მსვლელობას უწოდებ იმ მნიშვნელოვან და ისტორიულ დღეს, რომელიც გუშინ იყო, ეს არის სირცხვილი და ეს არის მიზან მიმართულად გაკეთებული და დასათაურებული ტყუილი. სახეზეა ანტისახელმწიფოებრივი, ანტიმართლმადიდებლური და ანტიქართული პოლიტიკის პირდაპირი დეკლარირება. ვიხილეთ სასო წარკვეთაში ჩავარდნილი 10-მდე რადიკალის. მათ ყურადღების მიქცევა ისევ ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინებით სცადეს. მარიამ ლაშხს, რომელიც მცირეწლოვან შვილებთან ერთად იმყოფებოდა, თავს რადიკალი აქტივისტები დაესხნენ. ეს ხდება მაშინ, როცა ერი და ბერი ქუჩაშია გამოსული და აღინიშნება ოჯახის სიწმინდის დღე. სცადეს კიდევ ერთი პროვოკაციაც, ოღონდ დღის ბოლოს და მალულად. ჩუმად მიიპარნენ რუსთაველზე, იქ სადაც ყოველი დღის ბოლოს იკრიბებიან ხოლმე. აქტივისტებმა გაუშვეს ფერადი კვამლი სოლიდარობის ნიშნად ლგბტ დროშის ფერებში. იქნებ ვინმე მისულიყო და რაიმე ხელჩართული ჩხუბი გამოეწვეთ, რომ შემდეგ ეთქვათ, რომ აი გვდევნია. იგივე ადამიანები მთელი დღის განმავლობაში შეურაცხყოფდნენ ამ ქვეყნის 100,000-ობით ადამიანის რელიგიურ გრძნობებს. სიტყვერად ესხმოდნენ თავს უწმინდეს საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრეს ყველას, ვინც განსაკუთრებული დამოკიდებულებით აღნიშნავდა 17 მაისს და მონაწილეობას იღებდა უწმინდესის მიერ დაარსებულ დღესასწაულში. ვიხილეთ წარმოუდგენელი თავდასხმები მრევლზე. რადიკალთა კარი ჟურნალისტები პირდაპირ აყენებდნენ შეურაცხყოფას ადამიანებს, რომლებიც წლიდან წლამდე ელოდებიან 17 მაისს. დაახლოებით ასეთი ფორმულირების ეგრეთ წოდებული კითხვებით დარბოდნენ რადიკალთა ჟურნალისტები ხალხში. ვინ დაგავალათ, რომ გამოსულიყავით ქუჩაში, ვისი ბრძანებით იღებთ მონაწილეობას პატრიარქის მიერ დაწესებულ დღესასწაულში და ასე შემდეგ. სრული სიგიჟე და პირდაპირ ილუსტრაცია იმის, რომ რადიკალები ლიბერალური ფაშიზმის ერთგულები რჩებიან. ახლა კი პასუხი იმ ადამიანებს, რომლებიც ყველაზე მეტად ეწინააღმდეგებიან ერთიან, ძლიერ, დამოუკიდებელ, ღირსეულ საქართველოს და თავს ესხმიან ყველას, ვინც 17 მაისს აღნიშნავს ოჯახის სიწმინდის დღეს და ამ დღის დაარსებისთვის უდიდეს მადლიერებას გამოხატავს უწმინდესის მიმართ. ერის და ბერის ლოცვა, ილიასეულის სამების დასაცავად, მამული ენა სარწმუნოება. ნახეთ ვარლამ ციკლაურის სპეციალური რეპორტაჟი. შვიდმეტი მაისი მე-11 წელია აერთიანებს ქვეყანას, საზოგადოებას, მშობლებს, შვილებს, ბებიებს, ბაბუებს, შვილიშვილებს, ყველა თაობას. დღე, რომელიც უწმინდესმა დააწესა ეროვნული მნიშვნელობისაა. ბოლო წლებია ათეულობით ათასი ადამიანი იკრიბება, რომ გამოხატოს პატივისცემა ოჯახური ღირებულებებისადმი და სოფლიოს აჩვენოს, რას ნიშნავს ქართველისათვის ენა, მამული, სარწმუნოება და ოჯახი. მოვაწმინდა ღვთისმშობელო, ღვთააფარე საქართველოს შენი კალთა, საქართველო მიყვარხარ. დღევანდელი დღის ასეთი აღმატებული ფორმით აღნიშნა, ეს არის შეხსენება თითოეული ადამიანისთვის, თუ რა მოვალეობები გაგვაჩნია ჩვენ ოჯახის მიმართ. ჩვენი ერი ამბობს იმას, რომ ჩვენ გვინდა ღმერთთან და ღვთის ღირებულებებით ცხოვრება გინდა ჩვენ ამ ქვეყანაზე. ჩანს კიდევაც აგერ ხალხს რა უნდა და როგორ საბანიძეების ოჯახი ამერიკიდან საქართველოში სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდა. ეს არის ჩვენი პირველი ოჯახური გამოსვლა. ძალიან ბედნიერები ვართ აქ რომ მოვედით. ოჯახის სიწმინდე ერთგვარი საფუძველი არის ჯანსაღი თაობის აღსაზრდელად, ჯანსაღი მომავლის აღსაზრდელად.
ყველა სათქმელი ერთია. მათთვის ძვირფასია ის ღირებულებები, რომელზეც საქართველო საუკუნეებია ღირსეულად დგას. მოგეხსენებათ უძველესი ისტორია აქვს ჩვენ სულ ამაზე საქართველოს. მე მგონია რომ ესენციალური ასპექტი იყო მთელი ისტორიის განმავლობაში რომ შეგვენარჩუნებია ქართული იდენტობა. და ამ იდენტობის ძირითად ნაწილად ზუსტად მიმაჩნია ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი პატივისცემა მშობლებისადმი, ოჯახისადმი და ის სიყვარული, რომელსაც ჩვენ უზიარებთ ჩვენს ტრადიციებს და ჩვენ საყვარელ ადამიანებს. შესაბამისად, ეს დღე მგონია რომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და ძვირფასი არის და მე პირადად გამორჩეულად ბედნიერი ვარ იმით, რომ ძალიან ბევრ თანატოლს ხედავ დღეს აქ. ხან მე ვფიქრობ, რომ ზუსტად ჩვენ ტრადიციებს დაფუძნებით უნდა ვიზრუნოთ ჩვენი საყვარელი სამშობლოს ნათელ მომავალზე. ჩვენს გარშემო მყოფ ამდენ დამპყრობელს გაუძლებით შევინარჩუნოთ ჩვენი ენა, ჩვენი მამული, ჩვენი სარწმუნოება. ეს არის ზუსტად ის, რომ ოჯახი ვართ. და ოჯახზე უფრო წმინდა ქართულ ადამიანს არაფერი არ გააჩნია. ის სიყვარული, პატივისცემა ჩემი ქვეყნის მიმართ, ჩემი ერის მიმართ, ჩემი ოჯახიდან წამოვიდა, ჩემი მშობლებიდან. ვილოცავთ ოჯახის სიწმინდის დღეს, განსაკუთრებით მინდა მიულოცო პატრიარქს, ეს არაჩვეულებრივი დღე, გილოცავთ სულ ყველას დიდი სიყვარული. ქართველების ქართველობა და ვილოცებმე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღის აღნიშვნა ტრადიციულად ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან შეკრებით იწყება. აქ ყველა თაობა იკრიბება, ნაწილი ეროვნულ სამოსში, ჯვრებით, დროშებითა და ხატებით. ყველას ოჯახში შესული იყოს ქრისტეს მიერი სიწმინდე და თელმა ერმა შევიყვაროთ ერთმანეთის ოჯახები, როგორც ქრისტეს უყვარდა მთელი სამყარო. აი ეს არის გზა იბერიის გავწყინებისა. დენ ხალხმა უნდა შევიგნოთ, რისთვის ვართ, რატომ ვართ. მე მეტირება ამდენი ხალხი რომ დავინახე თან ცრემლები მომადგა თვალებზე, იმდენად დიდი სიხარული მაქვს. ქაშვეთისა და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია შემდეგ მთელი რუსთაველის გამზირი და თავისუფლების მოედანი ნელ-ნელა ხალხით ივსება. მათ შორის არიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ოჯახებით. სავედრებელ პარაკლის, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიოაღავლენს. ქადაგებისას შეკრებილ საზოგადოებას შეახსენებს, რომ წმინდა და მტკიცე ოჯახი ძლიერი სახელმწიფოს ფუნდამენტია. როდესაც მიმდინარეობს მიზანმიმართული ბრძოლა ტრადიციული ოჯახის წინააღმდეგ, ჩვენ მეტად გვმართებს, რომ მოუფრთხილდეთ ოჯახის სიწმინდეს, ოჯახის ღირებულებებს და ვილოცოთ და ვიზრუნოთ იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ოჯახი გადარჩეს და გაძლიერდეს. ქადაგების შემდეგ ქაშვეთიდან გრანდიოზული მსვლელობა იწყება. ოჯახი არის მცირე ეკლესია. ამიტომ ის სიწმინდე ყველგან უნდა იყოს დაცული. ჩვენ ადამიანები, რა თქმა უნდა, ყველანი ცოდვილები ვართ, ხო? მაგრამ მაგი არ ნიშნავს იმას, რომ უკეთესობისკენ არ ვიხსოვდეთ, ხო? და ამიტომ ეს სიწმინდე, როგორც მამაკაც, ისე დედაკაც, ისე შვილებს და ყველას მოგვეთხოვება აბსოლუტურად. საქართველოს ყოფილიყოს მტკიცე და სულიერად და ფიზიკურად ძლიერი ოჯახები. არ მოშლილი იყოს ასე ერთობით ყველა იმ დღესასწაულის ერთად ზეიმობა, რომელთაც ესე ვამაყობთ ქართველები. თბილისის ქუჩები ხალხით ივსება. 17 მაისი საქართველოში ასე მასშტაბურად აღინიშნება. გზას სამებამდე ათეულ ათასობით მონაწილესთან ერთად ფეხით გადიან ხელისუფლების წარმომადგენლები. ღირებულებებს, რაზეც შემდეგ უნდა დაეფუძნოს ჩვენი არსებობა, სწორედ ოჯახში იწყება და მე პირველ რიგში მინდა რომ პატრიარქს გადაუხადო უდიდესი მადლობა ამ დღის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭებისთვის და ვხედავთ, ხო, რამხელა სიხარულია დღეს ერში. რა შეიძლება იყოს იმ ღირებულებაზე უფრო მაღალი, ვიდრე არის ოჯახი, ვიდრე არიან მშობლები.
ამიტომ თუ კი ვინმე ცდილობს დღესაც გარკვეული ხინჯი შეიტანოს, უბრალოდ აჩვენებს, რომ ღირებულებითაც არიან აბსოლუტურად აცდენილი იმ ცივილიზაციას, რასაც ქვია ჩვენი ისტორია, ევროპული ცივილიზაცია, ქრისტიანული ცივილიზაცია. ყველა ოჯახს უნდა მიულოცოთ დღევანდელი დღე და ოჯახის სიწმინდის დღის ჩუქებისათვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადოთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს და დღევანდელი დღეს სულ უნდა აღინიშნებოდეს, ბევრი რამის სიმბოლოა. ოჯახი ქართველისთვის ყოველთვის იყო, არის და იქნება ძალიან უმნიშვნელოვანესი, ეს არის ჩვენი ერის იდენტობის ნაწილი და ამას რა თქმა უნდა ჭირდება გაფრთხილება. კიდევ ერთხელ ყველას ულოცავ დღევანდელ დღეს. კიდევ ერთხელ ნათლად დავანახეთ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ოპონენტებს და ასევე ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, რომ ქართველი ხალხისთვის, ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ჩვენი ღირებულებების დაცვა, ოჯახის სიწმინდის დაცვა. ლოცვით, გალობით, საქართველოს სახელმწიფო და საეკლესიო დროშებით მსვლელობა იმართება თელავში, რუსთავში, მცხეთაში, გორში, ახალციხეში, ქუთაისში, ოზურგეთში, ზუგდიდსა და ბათუმში. ჩვენს ღმერთის შეწევნით ვთქვით, რომ ჩვენს ბავშვებს ვასწავლეთ მთავარი აი ხელზეც და გულშიც აქვს მთავარი მცნება, რომ ღმერთი სამშობლო ადამიანი რაც პატრიარქმა დაგვიწესა. ქაშვეთთან დაწყებული მსვლელობის მრავალრიცხოვანი მონაწილეები სამების ტაძრის ეზოში იკრიბებიან. ნეუფეშიო მათ კიდევ ერთი ქადაგებით მიმართავს და ქართული ოცნების ხელისუფლებას ეროვნული ღირებულებების დაცვისაკენ გადადგმული ნაბიჯებისთვის მადლობას უხდის. ჩვენმა ხელისუფლებამ ტრადიციული ღირებულებების დაცვის მიმართულებით ძალიან სასიკეთო და ქმედითი ნაბიჯები გადადგა და გაბედული ნაბიჯები. მე ვგულისხმობ შარშან მიღებულ კანონს სოდომური ცოდვის პროპაგანდის წინააღმდეგ. მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო ერთ მეტად მტკივნეულ თემაზე მთელი ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის დემოგრაფიული მდგომარეობა და აბორტების საგანგაშო რაოდენობა. შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი 10 წლეულების განმავლობაში ჩვენი ხალხის რაოდენობა 5 მილიონიდან შემცირდა 3 მილიონ 700-მდე. სამების საკათედრო ტაძარში და ეზოში შეკრებილებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიმართავს. ირაკლი კობახიძე მკაფიოდ ამბობს, რომ სახელმწიფო ეროვნული ინტერესების დასაცავად ყველაფერს გააკეთებს, რომ ხელისუფლება განაგრძობს ეროვნული ფასეულობებისათვის ბრძოლას. ერთად დგას ერი და ბერი, ერთად დგას ეკლესია და ხელისუფლება. და რა თქმა უნდა, დღეს ერთად დგას ქართული საზოგადოება ჩვენი ეროვნული ტრადიციული ფასეულობების და ღირებულებების გარშემო. მე მინდა მადლობა გადავხადო უწმინდეს და უნეტარეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს, რომელმაც დააწესა ეს უმნიშვნელოვანესი დღე ჩვენს ქვეყანაში. მე მინდა მადლობა გადავხადო საპატრიარქო ტახტის მოსახდარეს ნეოფეშიოს, რომელიც დღეს მიუძღვებოდა ამ უძვირფასეს სრულობას. იყო მრავალი ადამიანი, რომელიც დღეს არ იყო სრულობის მონაწილე, მაგრამ შორიდან გულშემატკივრობდა ამ სრულობას და ჩვენ ასევე დღეს უნდა მიმართოთ იმ ადამიანებს, რომლებიც თავის შეხვედრების გამო არ შევერდნენ ამ სრულობას და ისინიც უნდა გავიხსენოთ ჩვენ სიყვარულით და მათ უნდა ვუსურვოთ, რომ მომავალში ხვალ გაიზიანონ ის ფასეულობები, რომელთა გარშემოც დღევანდელი ერთობა შეიკრიბა. არის ძლიერი ძალები, რომლებიც უპირისპირდებიან ტრადიციულ ფასეულობებს, ქმნიან ყალბ იდეოლოგიებს, ქმნიან ყალბ ფასეულობებს და ჩვენი ვალია, ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ დედა ეკლესიის ხარდამხარ იბრძოლოთ ჩვენი ეროვნული ფასეულობების დასაცავად. ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ 2014 წელს დააწესა. მსვლელობები ყოველ წელს უფრო მეტად მასშტაბური და შთამბეჭდავია, რაც კიდევ ერთი დასტურია. რამდენად მნიშვნელოვანია ეს თარიღი ჩვენი ქვეყნისათვის.